საუკუნოვანი ნაგებობების, სახლები და უნიკალური თეატრი მაჩხაანის ისტორიული უბანი რეაბილიტაციის მოლოდინშია. ამიერკავკასიაში პირველი მოძრავი სცენა, რომელზეც საპრემიერო სპექტაკლი სანდრო ახმეტელს დაუდგამს, ახლა სავალალო მდგომარეობაშია. დარბაზში სახურავიდან წყალი ჩადის, კედლებიდან კი ბათქაში ცვივა. ქვემო მაჩხაანის სახლებისთვის დამახასიათებელი თაღოვანი კედლები, ბუხრები და ხის განიერი შესასვლელები დაზიანების მიუხედავად ვიზიტორების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. არსებობს თუ არა ისტორიული უბნის აღდგენის გეგმა და მოხერხდება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება. ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი სოფელი მაჩხაანიდან. ეს სოფელი არის საქარავნო გზა იყო აქ. ახალემების კი დადიოდნენ. და იყურებს შემორჩენილი არც ერთ-ერთი ძველი დუქანია, სადაც იკვლევოდა ცხვრები, რავი, ჯაგერ თაროები იყო, მაგრამ ახლა დღესაც შემორჩენილი არის ეს მყარად ეს ძველებური კედელი, აგერ ბუხრებია შემორჩენილი. გაყოლება სულ ესე დუქნები, აი იქაც დუქნებია, ძველებური დუქნები, სადაც სავაჭრო ხარავნები დადიოდა. ისტორიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელი ქვემო მაჩხაანი მე-19 საუკუნეში ეკონომიკურად ძლიერი და კულტურული ცხოვრებით სავსე სოფელი ყოფილა. აქ იყრიდა თავს ქიზიყის სახელოსნო სავაჭრო დუქნების უმრავლესობა. სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე დღემდე შემორჩენილია მოჩუქურთმებული ხის აივნებიანი ორსართულიანი სახლები, რომელთა პირველი სართული სავაჭრო და სახელოსნო საქმიანობისთვის, მეორე კი საცხოვრებლად გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში სახლების ფასადები შეიცვალა, ხოლო მცირე ნაწილი, რომლის პირვანდელი სახეც დღემდე შემორჩა, დანგრევის პირასაა. აი ამ ყველაფერს უნდა მიხედვა, რომელიც რომ ძალიან გულნაკულები ვართ აი ამ ხრივი რომ ამ სოფელში აი ესეთი ჩამოშლილია მრავალი სახლი, ეს ძველი სახლები. ეს არის რაღაცა თითქმის საუკუნეზე მეტი წლის დუქანები არის. და ესეთი არის მრავალი კიდევ. ეს ერთ-ერთია, რომელიც რომ მართლაც გამოიყურება კარგად თავისი ნაგებობი, თავისი კიდევ ძველებური ისინია კასრები, სადაც შემონახულია მაშინდელი, აგერ ბუხრები, თაროები. სახლს არა მარტო დაზიანებები აქვს, უკვე ისეთი მდგომარეობა, ეს სახლი შეიძლება დაინგრეს ხვალ-ხვალზევით და ეხლა ამას მთლიანად ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს იერსახე და ამისი გაკეთება და ამის შეხედულობით ყველა სახლის წინ ისე რაღაცების მოწყობა შესაძლებელია. ჩამოდის ხალხი, რა ვიცი, იღებენ სულ მოლოდინს ქმნიან, აი დღეს, სხვა რაღაც გაკეთდება, მაგრამ 10 წლები გადის და არაფერი არ კეთდება, ჯერჯერობით იშლება. ქვემო მაჩხაანის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა სახლი ისტორიულია და საუკუნეზე მეტ სითulis. ქართული აგურით ნაგები თაღოვანი კედლები, ბუხრები და დუქანში შესასვლელი ხის განიერი კარი. ასე გამოიყურებოდა მაშინდელი შენობები. სამწუხაროდ ისტორიული სახლების რაოდენობა ყოველ წელს მცირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე ასეთი ნაგებობა უკვე განადგურებულია. სახლი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, რომელიც იყო ისე როგორც წინა შენობები, ისტორიული, რომელიც იყო ძალიან ლამაზი ხის ჩუქურთმებით, აივნებით, მუხის ჩუქურთმები ჰქონდა სულ და ესე მოულელობით და ესეთი უყურადღებობით სახლი დაშლილია, როგორც ხედავთ რა. დუქნები იყო აქა და სამჭედლო იყო, საოქრო მჭედლო იყო ამ სახლში განთავსებული. ყოველად რომ მიეხედილიყო ეს სიტუაცია და გამაგრება ის რესტავრაცია, უფრო ალბათ უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა და დარჩებოდა ეს სახლი ისე ჩვეულებრივ როგორც იყო პირვანდელი სახით. 9 წლის განმავლობაში სოფლის თითოეული მკვიდრი აგროვებდა ფულს იმისთვის, რომ ქვემო მაჩხაანში თეატრი აეშენებინათ. ქვემო მაჩხაანის თეატრი საზეიმოდ 1899 წელს გაიხსნა. სოფელში ამაყობენ, რომ ამიერკავკასიაში პირველი მოძრავი სცენა მაჩხაანის თეატრს ჰქონია, სადაც პირველი სპექტაკლი სანდრო ახმეტელს დაუდგამს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თეატრი ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. დიდი ხანია სახურავიდან წყალი ჩადის, დაზიანებულია ჭერი, ხოლო კედლებიდან ბათქაში ცვივა. ეხლა უკვე აქ მოსახლეობის შემოსვლაც აღარ შეიძლება, იმიტომ რომ რემონტს საჭიროებს, რა თქვენ თვითონ ხედავთ რა მდგომარეობაა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ესეთი ისტორიის მქონე კულტურის სახლი ამ დღეშია. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს ყველას, ჩვენ ყველა ამ სოფლის მაცხოვრებელს, რომ პირველ რიგში თუ რამეა მისახედი ამ სოფელში და თუ ვინმე დაინტერესდება ამ ყველაფერით, პირველ რიგში კულტურის სახლიდან დაიწყოს სოფლის გაკეთება და ამ სახლის რესტავრაცია მოხდეს და შევინარჩუნოთ იქნებ ეს უძვირფასესი და უძველესი მემკვიდრეობის მქონე
კულტურის ძეგლი. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ისტორიული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს როგორც მიგრაციის შეჩერებას, ისე კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და ტურიზმის განვითარებას. თორე მოსულიშვილის სოფელი არის, აქ დაიბადა, აქ გაიზარდა. იტალიიდან მოდიოდნენ ყოველ წელიწადს სადღაც 2000 წლამდე. დელეგაცია მოდიოდა და ნახულობდა ამ ისტორიულ სოფელს. ფორეს სახლს. ორგორაშუა სოფელი არის. წყნარი სოფელი არის. ყველანაირად აი ტურიზმისთვის და ყველაფრისთვის არის უმაღლესად მისაღებია. შესაძლებელი არის და ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ სოფლის ასე ვთქვათ სრული რეაბილიტაცია ტურისტულ ატრაქციად ქცევა, მიზიდულობის ცენტრად ქცევა, გამოიწვევს მიგრაციის შეჩერებას, სოფლის ასე ვთქვათ განვითარებას, მოსახლეობის გრძელვადიანი პერსპექტივით ცხოვრების დაგეგმვას, ასე ვთქვათ, იმედებს მომავლისას და დაუბრუნდება კიდევ აი სოფლიდან გასული ადამიანებიც დაბრუნდებიან. ჩვენ ეს მაგალითი სიღნაღის მაგალითზე გვაქვს. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, პირდაპირ ვამბობ, აქტიურად ვაგრძელებთ, ყველა მიმართულებით, როგორც შეიძლება რომ იყოს და ეხლა ამას წერილობით მიმართვა დაჭირდება, თქვათ, პირადი შეხვედრები დაჭირდება, ჩვენი პრეზენტაციები დაჭირდება ამ პროექტის მნიშვნელობაზე თუ ასე შემდეგ. ჩვენ ამისთვის ყველაფრისთვის პრაქტიკულად უკვე უნდა ვთქვათ, რომ მზად ვართ. მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ ქვემო მაჩხაანის რეაბილიტაცია პრიორიტეტული საკითხია და სტრატეგიული განვითარების გეგმაში მნიშვნელოვან ნაწილადაა გაწერილი. თუმცა კონკრეტული ვადების შესახებ საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.